ტრადიციული ასტროლოგიური რუბრიკით რომ მოვიდეთ ჩვენს ეთერში, როგორც ვარსკვლავები გვამცნობენ 23 ივლისს სამყაროში დადებითი ენერგია ტრიალებს. ბევრი თქვენგანი სწორედ დღეს მიაღწევს დასახულ მიზანს, ეცადეთ რომ იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, რადგან ყველაფერი უფრო მარტივად გამოგივიდეთ. აი, უფრო მეც რასაკვირველი, ახლა უკვე ნინას უსლოვასგან გავიქეთ. დილამშვიდები საქართველო, დღეს 23 ივლისია, ოთხშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და ამ დღის ენერგია საკმაოდ დადებითია. დღეს მარტივად შეგეძლიათ რომ მიაღწიოთ ყველაფერს. ერთადერთი რაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, უნდა იყოთ პოზიტიურ განწყობაზე და ყველაფერი შედარებით მარტივად გამოგივათ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, თქვენი ენერგია როგორც ყოველთვის აქტიურია. მარტივად შეგეძლიათ რომ გადადგათ თამამი ნაბიჯები და იმოქმედოთ. ამასთან ერთად ძალიან კარგი იქნება რაიმე სახის ფიზიკური აქტივობა. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ენერგია უფრო სწორად მიმართოთ იმ კონკრეტული მიზნებისკენ, რომლებიც გაქვთ. კურვებო, თქვენ შემთხვევაში შეგეძლიათ რომ დღევანდელი დღე სწორად დაგეგმოთ და გადაანაწილოთ. კარგი იქნება თუ დაუთმობთ დროს როგორც კარიერას, ასევე ოჯახს. ან რაღაც საოჯახო საქმიანობას. შეეცადეთ რომ სწორი მიმართულება მისცეთ თქვენ სამომავლო გეგმებს. დაგეგმოთ როგორი ნაბიჯების გადადგმა იქნება თქვენთვის სასურველი და წარმატების მომტანი მომავალში. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო, დღეს თქვენთვის ძალიან მარტივი იქნება ნებისმიერი სახის აქტივობის დაგეგმა, რომელიც კომუნიკაციას უკავშირდება. რადგან ძალიან მარტივი იქნება ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. მოკლედ, შეეცადეთ რომ განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი გამოიყენოთ, რადგან კომუნიკაცია და ამ მიმართულებით აქტივობა დღეს წარმატებას აუცილებლად მოგიტანთ. კითხებებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება თუ გადახედავთ თქვენს ბიუჯეტს, დაგეგმავთ სამომავლო ხარჯებს, თუმცა გაითვალისწინეთ არ არის სასურველი გარისკვა ან დღეს რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება. პირიქით უმჯობესი იქნება თუ რაღაც ერთგვარ სტაბილურობას და ბალანსს შეიქმნით იმისთვის, რომ სწორად გადადგათ მომდევნო დღეებში ნაბიჯები. ლომებო, დილით შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული ენერგიის ნაკლებობა, არ გქონდეთ სურვილი, რომ ახალი ნაბიჯები გადადგათ. თუმცა დღის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი შეიცვლება. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ნებისმიერი საქმის განხორციელება ძალიან მარტივად გამოგივათ. ეს პერიოდი თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. შესაბამისად, უმჯობესია თუ მნიშვნელოვან საქმეებს დღის მეორე ნახევარში დაგეგმავთ. ხო, რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღეს შესაძლოა არ იყოთ იმდენად კონტაქტურები, როგორც ყოველთვის და შესაძლოა გერჩინოთ დაკავდეთ იმ საქმეებით, რომლებიც უშუალოდ თქვენ გეხებათ. არ არის აუცილებელი, რომ თქვენი დრო გაფლანგოთ და დაუთმოთ სხვა ადამიანებს. შეეცადეთ არა იყოთ ახალი პასუხისმგებლობები. დღეს უმჯობესი იქნება თუ დაასრულებთ იმ საქმეებს, რომლებიც უკვე დაწყებული გაქვთ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ჰარმონიული და პოზიტიური იქნება. შეგეძლიათ რომ ძალიან შვიდ და სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. გარდა ამისა, შეგეძლიათ რომ დღევანდელი დღე მეორე ნახევარს დაუთმოთ. შეგეძლიათ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გახარება, მათთვის სურპრიზის გაკეთება. ამასთან ერთად შესაძლოა რომ თქვენ თავადაც მიიღოთ რაიმე საჩუქარი ან სასიამოვნო სურპრიზი. მოკლედ, საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. მორიელებო, თქვენ შემთხვევაში დღეს განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულობა გჭირდებათ. შესაძლოა თქვენს ქმედებებს, სიტყვებს აკვირდებოდნენ და თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. მოკლედ, შეეცადეთ რომ ძალიან ფრთხილად და სწორად იმოქმედოთ. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები და არ გარისკოთ. ხო, რაც შეგეხება თქვენ მშულდოსნებო, დღევანდელი დღის გამოყენება ძალიან კარგია ეს დასაგეგმად. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მიდიხართ სამოგზაუროდ. ამასთან ერთად შეგეძლიათ რომ უფრო მასშტაბურად იფიქროთ. რაღაც ახალი იდეები, შესაძლოა ახალი ემოცია გაგიჩნდეთ. მარტივად მოახერხებთ იმას, რომ ახალი ნაბიჯები გადადგათ და ახალ გეგმებს ჩაუყაროთ საფუძველი. მოკლედ, შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე სწორად გამოიყენოთ და სწორად მიმართოთ თქვენი ენერგია. დღესკებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება თუ გადახედავთ თქვენს ვალდებულებებს. ამასთან ერთად მეტი წინდახედულობა გმართებთ, რადგან შესაძლოა თქვენი გარკვეული წარმატების სხვებს შეშურდეთ. მოკლედ, შეეცადეთ რომ ძალიან სწორად გამოიყენოთ დღევანდელი დღის ენერგია და ამასთან ერთად არ არის სასურველი თქვენი სამომავლო გეგმების სხვებისთვის გაზიარება. მერწყულებო, შეეცადეთ რომ არ დაგეგმოთ დღევანდელი დღე, რადგან დიდი ალბათობით დღევანდელი დღის გეგმები შეგეცვლება. თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის პირიქით ძალიან დადებითი და სასიამოვნო იქნება. ძალიან კარგი იქნება რაიმე სპონტანური, არაორდინალურის განხორციელება, თუნდაც რაიმე ახალის დაწყება. მოკლედ, ნებისმიერი მიმართულებით შეგეძლიათ რომ იმოქმედოთ და გადადგათ ნაბიჯები. მთავარია რომ დღევანდელი დღე არ იყოს რუტინული და ერთგვაროვანი. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თავზებო, დღევანდელი დღეს გამოყენება თქვენთვის ძალიან კარგი იქნება პრაქტიკული კუთხით. შეგეძლიათ დაგეგმოთ ან რაღაც ერთგვარი წესრიგი დაამყაროთ თქვენს საქმეებში, როგორც პირადი კუთხით, ასევე საქმიანი მიმართულებით. მოკლედ, შეეცადეთ რომ დღეს იყოს მაქსიმალურად რაციონალურები, ნუაყოფით ემოციებს და ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება ნებისმიერი საქმისთვის თავის გართმევა. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.